ადრე გახსოვს ხო? ნუ ყველა ყიდულობდა გაზეთს. მართალია ვერ არ კითხულობდა, მაგრამ ნუ მოდაში იყო, რომ უნდა ეყიდა წიგნი, ენციკლოპედია, როგორ ტირაჟები იყო გახსოვს ხო ამას. წიგნი და ასე გამოიფინა. ხა იმას ჩაიხედა და არ ჩაიხედა და მიშობა არ ქონდა. მართალია ნაწილი არ ჩაიხედავდა, ვიღაცა ხო ჩაიხედა, ნახავდა ხო რა ხდება, ბავშვი გადაშლიდა თუ ლამაზი წიგნი რომ ხო, მაგრამ ეხლა რა ხდება ხო? და პატარა ტირაჟები, რა თქმა უნდა, მიზეზი არის ეკონომიკა, დისტრიბუცია, ის და ასე შემდეგ, მაგრამ ამასთანავე ადამიანები გადაეჩვიან. ადამიანებს სჭირდებათ იული გზა, იმიტომ რომ პრობლემაა. რამდენი ერთ ქუჩაზე, რამდენი საკვები მარკეტს რასაც ეძახიან, ხო, მარკეტ, სუპერმარკეტები, რამდენი გაქვს, ხო, რაღაც այն რაოდენობა. იმავე რამდენი ქუჩაა, რომელზეც წიგნის მაღაზია არსებობს. არა. ბევრი ქუჩა. რომელზეც წიგნის მაღაზია არის. რომელზეც არ არის. არ არის. ხო. ავე ზემოზე გაიული ქუჩაში დადებული წიგნები და მაღაზიაც სულ რამოდენიმე. რატო? იმიტომ რომ არ ეყიდება და ეკონომიკურად სუსტია დღეს ეგ ბიზნესი. მოსახლეობა არ კითხულობს. მოსახლეობა ხარიძის ერიხ ვერ ყიდულობს შეიძლება და არ გვინდა შერბილება, არ გვინდა თუ ის ყიდულობს საკმაოდ ძვირადღირებულ, გინდ მანქანიდან დაწყებული, საკვებით გათავებული ყველაფერს. იმ მოსახლეობას წიგნის ყიდვაც შეიძლებოდა რომ კონდეს ამის ღირებულება. ეგ განგაში ასატეხია საქართველოში, რომ გაუნაცვლებლობისკენ მივდივართ. ჩვენი ის პროცესები, რაც დღეს ვაკვირდებით. 40-50 კაციან ჯგუფში რო შევედი, რაღაცაზე დამჭირდა და აღმოაჩინე რომ სამი მუშკეტერი არავის არ ქონდა დაკითხული. აი ეს. სურატინოზეც იგივე 4 ბავშვმა ეწია ბურატინო. ეგეთი პროცესები ეხლა არის და ცოტა ხნის მერე ის 4 ბავშვს არ იქნება ბურატინო დაკითხული. სამი მუშკეტერი კი მოკის წყალსანი ძალიან ხშირად ბევრსა და აქტიურია და ადრე კიდე ერთი პრობლემა არის, ნუ პრესტიჟული იყო. ახლა რაღაცა წრეობა ხო. ის რომ შენ ხარისხი ქონდა სამეცნიერო პროფესორი ყავდა. ეს სამეცნიერო ხარისხი აგერბაშომ ორი დღეში დაიწყო. ეგ იყო მნიშვნელოვანი ადრე. ეხლა ნაკლებად მე ხარ შემიძლია გავიხსენე უამრავი ამ ფაქტი, როდესაც აკადემიკოსები, ცნობილი ღვაწლმოსილი ადამიანები იდგნენ და წიგნს ყიდდნენ ქუჩაში. ეს ხო ჩვენ ვიცით, ახლა გვარებს ახალხურხულება, როცა დასახელება, მაგრამ სიცხულია ქვეყანაში, რომ ასეთი ადამიანები არიან გარიყულები და მათ ვერ მოუძებნა ჩვენმა საზოგადოებამ ძირითადად ალბათ მაგ პოლიტიკური პრობლემაა და თავისი ადგილი ღირსეული და არ არის დაფასებული ეს საქმე. განსაკუთრებით ასე და როცა ახალგაზრდა უყურებს რომ აი კაცი აკადემიკოსი რომელიც ძალიან ბევრი წიგნის ავტორია, უამრავი პუბლიკაციის ავტორია და გაზა მშიერი კვდება ხო ისი ფიქრებს რომ რა წიგნია აგერ რა წიგნები მე ამოიგო ამით. ამიტომ ჩვენ ეს დამოკიდებულებები უნდა შევცვალოთ. რაღაცები არის ტენდენციები, მაგრამ არ არის საკმარისი რა. ძალიან უნდა დაფასდეს ის ადამიანები, განათლება ძალიან დიდი არის ჟურნალისტიკის მდგომარეობასთან. ამ პატარა ქვეყანა. მაგრამ თავარი პრობლემა მაინც ახლა რომ დაუბრუნდე არის პოლიტიკური პრობლემა რა. როდესაც შენ გინდა აკონტროლო მედია, იმიტომ რომ იქ სადაც არ არის კონკურენცია, იქ სადაც არ არის იდეების ბაზარი, იქ სადაც არ არის ფულის ასე თქვა შეჯახება, ინტერესები და განვითარებაზე ორიენტირებული არ არის, ხო როგორც ბიზნესი, იქ ძალიან ძნელია მედია განვითარდეს. ამიტომ ჩვენ პირველ რიგში უნდა გადავიდეთ პოლიტიკური საკითხი, რასაც დაკავშირებულად გავუფრთხილდეთ იმ მხრივ რომ მედია განვითარდეს მათ არ ჩათვალონ რომ ეს არის
მედია როგორც არ ვითარდება საზოგადოება რჩება ძალიან რა თქმა უნდა და საზოგადოება რჩება მომზადებელი იმ ქვეყანაში ცხოვრებისთვის და იმ დროს არ უნდა გეთანხმები რა თქმა უნდა სადაც კონკურენცია ვითარდება საზოგადოება რა თქმა უნდა მედიის წყალობით ვითარდება რა თქმა უნდა ხო იმიტომ რომ იდეების შეჭიდება ბაზარია და უფრო ხარისხიანი ინფორმაციას იღებ უკეთეს ინფორმაციას იღებ რომელიც შენ გჭირდება ამას იყენებ ეს არის შენ ცხოვრება უკეთესად გეგმავ თავარი არის მაინც აი კიდევ ერთხელ ამ პოლიტიკა რას ნიშნავს საკუთრება დაცული თუ არ არის იმას პერსპექტივა იმ საზოგადოებას არ აქვს იმიტომ რომ რა არის სახელმწიფო იქ შენ გაქვს დაცული ტერიტორია სადაც არ მოშემოყოს ხვირი სახლი ეზო რა სახელმწიფო რა ეს არის რაც აპარატი დაქირავებული შენს მე აი როგორც კი შიგნით შემოდის და წაგართმევს ხო შენ ყოფის სისტემა ურთიერთობების ესაც რა პრობლემაა ორი სიტყვა მე მაინც მინდა თქვა ხო ამასთან დაკახა პოლიტიკას ახლა შევეხებ აი პრესის თემა ძალიან აქტუალურია რომ ვერ ერევიან პრესას, იმიტომ რომ ხა გაზეთები მან დაინკვიდრა მან ადგილი ტრადიციები არ ერევიან თუ არ აღიღებს რომ თავიდანვე ესე ფიქრობდნენ მაგრამ რო შეხედო მაგალითად ორშაბათის პრესა ერთიანად დათვალო ეს არის ძალიან დიდი რაოდენობა რამდენია დღევანდელი მთელი მედია დათვალო ერთ გაზეთს თქვა საშუალოდ 4 არა მეტი არის რა თქმა უნდა მეტია თითო გაზეთი მე ზუსტად დავწერა დავთვალე მაგრამ მთლიანად რა თქმა უნდა რამდენჯერმე მეტია იმიტომ რომ ერთ გაზეთს საშუალოდ 4-5 ადამიანი სხვა გამოკითხვებით კითხულობს და ანუ კითხულების რაოდენობას გულისხმობ თვითონ გაზეთები არა ნებია ვილაპარაკოთ რამდენი ადამიანი კითხულობს ეს არის დიდი რაოდენობა რომელსაც ეს ნიშნავს რომ მას დიდ გავლენას ახდენს საზოგადოებრივ აზრის ფორმირებაზე და გაზეთში წაკითხული ტექსტი გარკვეული რეაქციის თვალსაზრისით აი ადამიანის რეაქცია რომ აი მაგალითად წაიკითხე სტატია და შეხედე გადაიმას ინფორმაციას რომელიც საინფორმაციოში გავიდა შენ სერიოზული ნაბიჯის გადადგმის თვალსაზრისით საგაზეთო პუბლიკაცია უფრო სერიოზულ გავლენას ახდენს რა თქმა უნდა იმიტომ რომ ну ეს არის ადამიანის ну ეს ბუნებაა ხო ეგეთი ღრმად ჩავდეს შენ შეგიძლია დაბრუნდე დაფიქრდე სიტყვა და სხვანაირად მოქმედდეს ვიდრე ეს პეპელა მაინც ტელევიზია რა თქმა უნდა დიდი გავლენა ლაშა ძალიან საინტერესო პრობლემას ჩავღრმავდა ახლა რეკლამის დროს ეს არის მედიის ბეჭდური მედიის დისტრიბუციის საკითხი გაზეთების მე უფრო ესეთი პესიმისტური მქონდა ცნობები ტირაჟთან მიმართებაში ლაშამ თქვა რომ ტირაჟი გაუმჯობესდა და რაც უკეთესად მე ვამბობ რომ საკმაოდ სერიოზული არის გარკვეულ თვალსაზრისით ტირაჟი ჯამში რომ აიღოთ ჯამში რა თქმა უნდა იმიტომ რომ საინფორმაციო სივრცე მაინც ერთნაირია და ეს სერიოზული მე მგონი ახლა მიხვდა ნაწილი ადამიანებისა რომელსაც აქვს დიდი ძალაუფლება და დაიწყეს ზრუნვა როგორ გააკონტროლონ ბეჭდვითი მედია და ეს პროცესი დაიწყო თან კიდე რა მოხდა ეს დაიწყო ცოტა ბეჭდური მედიის ძალიან ხშირად ადის თემა უნებრივია ისე რომ ფაქტიურად აქედან ძალიან ხშირად ამიტომ უნდა აკონტროლოს არც ისე რომ საფრთხო არ გამოვიდა ისეთ რაში ესაა გაზეთის ჟურნალისტს აქვს უფრო თავისუფალი შესაძლებლობა იმის რომ ჩაუღრმავდეს მეტი დრო აქვს მუშაობისთვის ტელევიზიის ჟურნალისტი და 12 საათზე გადის პირველი და ძალიან ესეთ შეზღუდულ დროში მუშაობს ამიტომ მას ყოველთვის რაღაცა წყაროები ჭირდება დამატებითი ინფორმაციის და ეს წყაროები როგორც წესი დიდი დოზით არის უკვე გამოქვეყნებული მასალები ბეჭდურ მედიაში და აი ამიტომ იყენებს